მინდა რომ აღვნიშნო იმ სკანდალური ჩანაწერების გამოქვეყნების შესახებ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რუსეთის ცენტრალურ ტელეარხზე, ORT-ზე, სადაც რუსი პრანკერების ვოვანისა და ლექსუსის მახეში გაება საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩან ანუაშვილი, კონგრესმენი ვილსონი და ეს ადამიანები ფაქტობრივად გაიშიფრდნენ და აგენტურის სრული კრახი ვიხილეთ ჩვენ და ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო ინფორმაციები, რომლებიც გაჟღერდა. წესით ეხლა ჩვენ უნდა ხედავდეთ უჩან ანუაშვილს, ზურაბიშვილს დაკითხვაზე პროკურატურაში, იმიტომ რომ მათ ისეთი ინფორმაციები და ისეთი განცხადებები გააკეთეს, ეს ყველაფერი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ეხლა ვილსონს აქ არავინ არ ჩამოიყვანს და მის პასუხისგებაში მიცემას ვერავინ ვერ შეძლებს კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ეხლა ზურაბიშვილის და ნანუაშვილის პასუხისგებლობის საკითხი კი აი ნამდვილად უნდა დადგეს. ეხლა ბევრმა შეიძლება ვერ მოისმინა ეს განცხადებები, ამიტომ მე მინდა რომ გაგაცნოთ ეს ამ განცხადებების გარკვეული შინაარსი, მოკლე შინაარსები მათი. მესამე სეგმენტი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციები. ისეთი არასამთავრობოები, რომლებიც სოციალურ დახმარებებს უწევდნენ მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა. შედარებით დიდმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახერხეს და უცხო ქვეყნებში გახსნეს საკუთარი ანგარიშები, რადგან წინასწარ იცოდნენ, რომ რუსული კანონი მათ წინააღმდეგ იმოქმედებდა. თუმცა უფრო მცირე დაფინანსების მქონე არასამთავრობოები, რომლებიც მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების მიმართულებით ან მარტოხელადედების დახმარებისთვის მუშაობენ, ახლა სრულიად დაუცველები არიან, რადგან საკმარისი სახსრები აღარ აქვთ. თავდაპირველად მათ დასახმარებლად USAID და ევროპულ ფონდებს მიმართეს. ევროპელებმა ამ კუთხით კეთილშობილება გამოიჩინეს და გვითხრეს, რომ იმ პროგრამებისთვის საჭირო სახსრები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოსთვის იყო განკუთვნილი, გადამისამართებოდა საქართველოს სამოქალაქო სექტორზე. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა, ასე რომ არასამთავრობო სექტორი ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია. რასაკვირველია, თუ თქვენ მომაწვდით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთგვარ სიას, რომლებსაც გსურთ, რომ დახმარება გაუწიოთ, შევეცდებით მაქსიმალურად დაგეხმაროთ. ჩვენ სწორედ ახლა ვცდილობთ რუბიოსთან შეხვედრის ორგანიზებას. გაქვთ თქვენი ფავორიტი არასამთავრობო ორგანიზაციების სია? დიახ, მაქვს კონტაქტები იმ არასამთავრობოებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ მხარდაჭერა და შემიძლია მათი სიაც წარმოქმნას. რაც ახლა ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო სალომე ზურაბიშვილის აღიარება, რომ ის ცდილობს როგორმე თანხები მოიძიოს NGO სექტორისათვის, მედიისთვის, რომ უჭირთ თურმე უკვე ფულის მოძიება რეგიონულ მედიას, NGO სექტორს და ნათლად ჩანს თუ რა მიზანს ემსახურება ამ ქალის ეს მოქმედებები, რომ ესე იგი ესენი ცდილობენ ფული როგორმე მიიღონ იმისათვის, რომ საქართველოში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება. და უფრო სკანდალური და უფრო სენსაციური გახდათ უჩან ანუაშვილის განცხადებები, მეგობრებო, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ასევე აი ამ გადაცემაში ORT-ზე და აი ეს მისი განცხადებები ნამდვილად შეიცავს კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. რა ტიპის დახმარებას გიწევდათ ამ პროცესებში USAID და ამერიკის საელჩო? ცალსახაა, რომ ისინი აქტიურად ცდილობდნენ თქვენ დახმარებოდნენ. დიახ, ისინი განსაკუთრებით აქტიურად გვეხმარებოდნენ, განსაკუთრებით არჩევნების წინარე პერიოდში. ჩვენ როგორც ფინანსურ, ისე მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას ვიღებდით მათგან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ევროკავშირიც აქტიურად იყო პროცესებში ჩართული და სწორედ ამიტომ გვაქვს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ველით მათგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საკმაოდ არაპროგნოზირებადი გარემოა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გვყავს არაფორმალური სპეციალური ფორმირებები, როგორც ეს მაიდნის დროს ხდებოდა, ისევე როგორც ნიღბიანი სამოქალაქო პირები და პარტიული ხალხი, რომლებსაც აქვთ შეიარაღება. გამოიწერე და გაიგე ამბები. მეგობრებო, ჩვენ გვყავს შეიარაღებული ხალხიო, ნიღბიანებიო.
და ამიტომაც ეწყობოდა გარკვეული პროვოკაციები აქციებზე თქვენ გახსოვთ. აი პირველად რომ ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება ნიღბიანი ადამიანების თან დაკავშირებით დაჯარიმების შესახებ, იმიტომ რომ ესენი მერე ეს ნიღბიანი ადამიანები თავს ესხმოდნენ მომიტინგეებს, ვითომ ხელისუფლება ესხმოდა და ამას აკეთებდნენ დიდი ალბათობით ეს ხალხი, ვიზეც ნანუაშვილი საუბრობს. და მე ვფიქრობ, რომ აი ამის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა იკვეთება უჩა ნანუაშვილისა. იმიტომ რა შნის და რომელი ბანდფორმირებების ლიდერი შენახარ, რომელი შერეღებული ძალები შენ გაბარია. დღეს სხვათაშორის მან გააკეთა განცხადება, რომ ესო მე გაყალბებული იყო ეს ჩანაწერიო, არ ასახავს სიმართლეს. რას ნიშნავს გაყალბებული? აი პროკურატურამ სწორედ ეს უნდა შეისწავლოს, როგორ შეიძლება გაყალბებული იყოს მისი განცხადებები. ან როგორ შეიძლება რაღაცა ფორმატიდან ამოვარდილი იყო. თუ ადამიანი იძახი რომ შენ რაღაც შერეღებული ყავს ადამიანები, ნიღბოსნები, ეს კონკრეტულად ნიშნავს იმას, რომ აი ეს კაცი უნდა მიუჯდეს იმ ანდრო ჭიჭინაძეს, უნდა მიუჯდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეგრეთ წოდებული ოპოზიცია სინდისის პრატიმრებს ეძახის. და აი ეს ადამიანი უნდა იჯდეს იქ მათთან ერთად, იმიტომ რომ ეს ყოფილა თურმე ამაში ყველაფერი და ფულსაც ეს იღებს თავისი არასამთავრობოთი და საკმაოდ სერიოზულ დაფინანსებებს და ქართული ოცნების ყველაზე დიდი აი მართლაც შეცდომა იყო, რომ აი ეს კაცი დაინიშნა სახალხო დამცველად. მე არ ვიცი, ეს სახალხო დამცველი კვოტა არის დასავლეთის აგენტური საქართველოში, ჯერ იყო უჩა ნანუაშვილი, მერე იყო ეს ნინო ლომჯარია. და რა ვიცი მე რამდენი კიდე მოღალატე და რენეგატი ვიხილეთ ჩვენ აი ამ გარკვეულ სტრუქტურებში და თავადაც აღიარეს ეხა ამ კომისიაზე, როდესაც ითქვა რომ ესო დაგვანიშნინესო ჩვენო ლომჯარიაო და სრული ილუსტრაცია მოხდა. არ ვიცი, ალბათ ნანუაშვილიც იქნა ასევე დანიშნული და მე ვფიქრობ რომ პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაიბაროს ნანუაშვილიც და ზურაბიშვილიც. და თუ რამე გაყალბებულია და გამოყალბებულია, ამას გადაწყვეტს ექსპერტიზა და პროკურატურა. იმიტომ რომ შეუძლებელია რა უნდა გაყალბდეს ახლა. და ქურც ქუდი ეწვისო ნათქვამია და ახლა იმიტომაც გამოვიდნენ და გააკეთეს ეს განცხადება, რომ თითქოს რაღაცა გაყალბებაზე ლაპარაკობენ ეს ადამიანები. ასევე გაეფხა აი ამ პრანკერების ვოვანისა და ლექსუსის მახეში ვილსონი, რომელმაც ასევე საინტერესო განცხადებები გააკეთა. მოусმინოთ მეგობრებო. ურთიერთობა გაქვთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, ხომ ასეა? მართალია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ის პირადად მიიწვია ინაუგურაციაზე. ეს მე გავაკეთე ჰელსინკის კომისიის წევრებთან ერთად. ჩვენ მივიწვიეთ ის ინაუგურაციაზე. მე ძალიან მადლობელი დავჭი იმის გამო, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შევხედროდით სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და თავდაცვის მდივან პიტ ჰექსეტს. ზურაბიშვილმა ასევე მოახერხა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან და ამერიკის მუდმივ წარმომადგენელთან გაეროში ელი სტეფანიკთან შეხვედრა. ფაქტობრივად იმ რამდენიმე დღეში, რომელიც ზურაბიშვილმა აქ გაატარა, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის შემადგენლობის ნახევარს შეხვდა. ბატონო პრეზიდენტო, იმ დროს, როდესაც მე ამ აზრს ვაყალიბებ, ჩვენ კონფლიქტის საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის არჩევნების დროს საზღვარგარეთ მიცემულ ხმებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, არა? დიახ, გეთანხმებით. რას ფიქრობთ პროტესტანტებისთვის საომარი დახმარების გაწევაზე? თუ ამ კუთხით თქვენ რაიმე წინადადება გაქვთ, გთხოვთ ის გაუგზავნოთ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, კონკრეტულად კი პოლ მაცაროს კომისიას. ბატონო პრეზიდენტო, მე საჭირო ადამიანებს დაუკავშირდები და დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს წინადადებებსა თუ იდეებს. ეს ადამიანები, რომლებიც ესეთ განცხადებებს აკეთებენ, ნათლად მოწმობს ეს ყველაფერი იმას, რომ რა მტარვალი და რა საშინელი ძალა ებრძვის ჩვენს ქვეყანას. ესე იგი, ესენი ახლა გონიათ აი ამ მაგალითად ზურაბიშვილსა და ნანუაშვილს კასპაროვთან აქვს საქმე, იქ სხვადასხვა ფონდებთან, რომ გონიათ რაღაც დაფინანსებებს მიიღებენ. მე არ ვიცი ხა როგორ შეიძლება ადამიანმა ესე ტელეფონით, ესე ღიად, რომ ძგინდოდეს შენი მზაკრული მიზნების გახორციელება, ელაპარაკო აი ესეთ თემებზე ადამიანებს რა. დღეს ეხლა, როდესაც თუ კი მაგალითად რაღაცა მიზანი გაქვს შენი შავბნელი აზრები გაწუხებს, ეს ცოტა
დახურულ ფორმატებში კეთდება, მაგრამ ესენი იმდენად გათავხედებულები არიან, იმდენად უკვე თავში აქვთ თავარდნილი, სულ არ აინტერესებთ, უკვე არაფრად არ დაგიდევენ იმას, რომ სიტყვაზე როგორ და რანაირად იმოქმედებენ, მთავარი არის, რომ მათ თავიანთი მიზანი განახორციელონ, თავიანთი მიზანი განახორციელონ, იქითკენ რომ ეს კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც დღეს ებრძვიან ხელისუფლებას, წახალისებული იქნენ აი ამ სენატორებიდან, კონგრესმენებიდან, ეს არის სრული კრახი. ამიტომაც მიიღო ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, რომ აი ამ NGO-ებს, ამერიკულ, დასავლეთის, ასევე მედია წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა.